Ოლგიური პირობების გაუმჯობესებამ შესაძლებელი გახადა სამაშველო სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვაც. Ამ ეტაპზე რეგიონებში სოფლებთან მისასვლელი გზების დიდი ნაწილი გაწმენდილია, თუმცა ამ დრომდე რჩება რამდენიმე სოფელი, რომელიც გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. სტიქიის ზონაში შემცირდა იმ აბონენტების რაოდენობაც, რომლებსაც ელექტროენერგიისა და გაზმომარაგება შეზღუდვით მიეწოდებოდათ. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თბილისიდან 140 ტონა სურსათის და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიგზავნა მოსახლეობას საკვებით, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებითა და მედიკამენტებით მეხანძრე მაშველები და პოლიციელები ამარაგებენ. როგორ ებრძვის ქვეყანა სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს, დეტალებს ნუცა კოროშინაძე მოგუყვება. აქვს ქვეყანა სტიქიის შედეგებს წარმატებით ებრძვის. ბოლო დღეების განმავლობაში მთავარი გამოწვევა გურიის რეგიონი იყო, სადაც ამ დროისთვის მუნიციპალური საავტომობილო გზების 80%-ზე მეტი გაწმენდილია. სტიქიის დაწყებიდან რეგიონში ელექტროენერგია 35,000 აბონენტს არ მიეწოდებოდა. დღეს ეს რიცხვი 4,000-მდე შემცირდა. მიმდინარეობს ბუნებრივი აირის აღდგენის პროცესი. ბუნებრივი აირის გარეშე 700 აბონენტია დარჩენილი. ამ დროისთვის გამოწვევად რჩება რთულად სადგომი სოფლები და დასახლებები, ასევე შიდა სასოფლო გზები. რეგიონში უწყვეტად გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებამ შესაძლებელი გახადა სამაშველო სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვაც. ვერტმფრენი საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას. ვერტმფრენი საერთო სამაშველო ოპერაციებში შესაბამისი სპეციალური დანაყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროსი ვერტმფრენის მეშვეობით აღმოუჩენს დახმარებას იმათ, ვისაც გვიჭირს ყველაზე მეტად მისვლა. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძირითადი მაგისტრალები თითქმის უკვე გაწმენდილია, რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს, ეს არის შიდა სოფლის გზები. აქ რასაკვირველად მუშაობა ძალიან რთული არის, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ მივიდეთ ყველა სოფლის ცენტრში და ამ ცენტრალურ ნაწილში, სადაც ძირითადად არის ხოლმე განთავსებული ადმინისტრაციული შენობები, როგორც არის ბაღი, სკოლა, იქ მოვაწყოთ მინი ჰაბები, ბაზირება მოვახდინოთ, საიდანაც უკვე მერის წარმომადგენლები მედიკამენტებს და სურსათს მიაწვდიან მოსახლეობას. ადმინისტრაციის სამსახურები მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში, ფაქტობრივად, ასევე 24 საათიან რეჟიმში, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ჩვენი გმირი მეხანძრე მაშველები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. ვამყარებთ კომუნიკაციას ჩვენს მოქალაქეებთან, კავშირზე ვართ მათთან მუდმივად და ოპერატიულად ხდება რეაგირება მათ საჭიროებებზე. საგანგებო რეჟიმში რჩება ყველა შესაბამისი უწყება. გურიაში დიდ თვალობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თბილისიდან გაგზავნილი 140 ტონა სურსათის და პირველადი მოხმარების პროდუქტები დილიდან ურიგდებათ მოქალაქეებს. დახმარებას მიიღებს უკლებლივ ყველა ადგილობრივი, მათ შორის ისინიც, რომელთა დასახლებამდე საავტომობილო გადაადგილება ჯერჯერობით აღდგენილი არ არის. სურსათისა და მედიკამენტების დარიგების პროცესში ჩართულია როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე თავდაცვის ძალები და გადაუდებელი სამსახური. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიის რეგიონში სტიქით დაზარალებულ მოსახლეობას საშეშე რესურსით მოამარაგებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით რეგიონში ჯამში 1200 კუბური მეტრი სათბობის შეშა გაიგზავნა. წმინდება ქუჩები თელ სოფელში. უდიდესი მადლობა მინდა მოუხადო ჩვენი სოფლის ხელისუფლებას, ოზურგეთის რაიონის აღმასრულებელ სტრუქტურას, მუნიციპალიტეტის მთლიანად და საქართველოს აღმასრულებელ სტრუქტურას ბატონი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ყველაფერი კეთდება, ჩამოტანილია საკვებით, უნდა დაურიგდეს მოსახლეობას და რიგდება უკვე დაწყებულია ეს ყველაფერი და მივა მოსახლეობამდე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ამ გამოწვევას გაუძლებს. მართლაც მოულოდნელი იყო ეს დიდი თოვლიანობა, ამისთვის მართლაც არავინ არ იყო მზად და ყველა ძალიან შევწუხდა მთელი მოსახლეობა და საკუთარი ძალებით თავიდან ჩვენი სახლები და ჩვენს ეზოში რაც მშენებლობა ნაგებები იყო, ყველა გადმოთოვლა და გააკეთა რაც აუცილებელი იყო და შემდეგ ხელისუფლების დახმარებით, ეხლა მართლაც ერთმანეთის გვერდით დგომით, ყველაფერი კეთდება. დიდ თვალობიდან გამოწვეული სირთულე
მიმართულების გამო გურიის რეგიონის 97 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი სასწავლო პროცესი 700-მდე სკოლაში არის შეჩერებული. განათლების მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის სკოლების შენობების გადათოვლის სამუშაოები მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი მას შემდეგ განახლდება, რაც განათლების სამინისტროს სასწავლო გარემოს უსაფრთხოებაში დარწმუნდება. აქტიურად ვაგრძელებთ სკოლების და სხვა სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს. ამავდროულად ჩვენ მიერ ჩართული არის სპეციალური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს გადმოთოვლით და სხვა საქმიანობას, რაც საჭიროებს დღეს რეგიონში, რა საჭიროებებიც გვაქვს. მეორეს მხრივ სკოლის თანამშრომლები, რესურს ცენტრის წარმომადგენლები ათვალიერებენ, რაიმე დაზიანება ხო არ აქვს მიღებული სასკოლო დაწესებულებებს. დარჩენილი 700 სკოლიდან კიდევ 100 სკოლაში აღდგა სასწავლო პროცესი. უწყვეტი მუშაობის შედეგად ბათუმსა და ქობულეთში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია. მოქალაქეებისათვის შეუფერხებლად მიმდინარეობს კომუნალური სერვისების მიწოდება. სახურავებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დაზიანების გამო თავშესაფარში ან ქირით გადაყვანილია ჯამში 36 ოჯახი. მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაო და ისეთი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაო, სადაც პაციენტები არიან გადამოსაყვანი საავადმყოფოებში. ამის გარდა იცით, რომ თავდაპირველად მუნიციპალიტეტში გათიშული იყო დაახლოებით 10,000-მდე აბონენტი და ამ დროისათვის უკვე აღდგენილი არის და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების 99%-ს მიეწოდება ელექტროენერგია. ასევე გაზიფიცირებასთან მიმართებაში დარჩენილი არის 100 აბონენტამდე, სადაც ფიქრობთ, რომ მაქსიმუმ ხვალ დღის ბოლომდე უკვე სრულად მივაწვის გაზიფიცირების გაზს. სტიქიას წარმატებით უმკლავდება ონის მუნიციპალიტეტი. დიდ თოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფრთხებლად ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება. ამ დროისთვის გაწმენდილია მუნიციპალიტეტის საავტომობილო და შიდა გზები. ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია. სოფლებამდე მისასვლელი და შიდა სასოფლო გზების დაახლოებით 80%-ზე მეტი უკვე თოვლის საფარისგან არის გაწმენდილი. პირველივე დღიდან შეიძლება ითქვას, თოვლწყნით სამუშაოებში ჩაერთო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი, რომელმაც ხისიერად მოახდინეს რეაგირება და მოხდა ცენტრალური გზების გაწმენდა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს არსებული ვითარებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მოსახლეობასთან გვაქვს მჭიდრო და ყოველდღიური კომუნიკაცია. გარკვეული გამოწვევები რჩება იმერეთში, ხარაგაულში, სოფელ ხიდარში 3 ადამიანს ეძებენ. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. მათთან კომუნიკაცია შედგა. ამჟამად მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება ხორციელდება, რომელიც მთაში მდებარეობს. გზის გაკვლევას ცდილობს სოფლის საინიციატივო ჯგუფი. პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო